Друзья, одна из главных легенд, которая связана с грузино-армянскими отношениями, которая портит эти самые отношения, гласит, что якобы в конце XVIII века, когда персидское войско во главе с Ага Мухаммед-ханом вторглось в Карто-Кахетинское царство, вторглось в Тбилиси, вошло, в какой-то момент Ага Мухаммед-хан уже собирался возвращаться обратно, так как начал думать о том, что не сможет победить грузинское войско, и уже собирался возвращаться, как я уже сказал, и в этот момент к нему пришли представители армянской общины из Тбилиси и сообщили ему, что грузинское войско на самом деле очень маленькое и у них нет пушек. Насколько это все нелепо и глупо, и так, я думаю, вы сами тоже догадываетесь. Но я постараюсь эту теорию опровергнуть устами самих грузинских историков. Я представляю вам сейчас отрывок из исторического подкаста. Два историка, грузинских историка, Дмитрий Силакадзе и Ника Хоперия. Дмитрий Силакадзе в то же самое время является военным историком, который отлично разбирается в Ртанийской битве. И эти историки, а именно в первую очередь Дмитрий Силакадзе, опровергает эту теорию. Текст, конечно, ребята говорят на грузинском языке. Ну, в общем, чтобы вам было понятно, о чем идет речь, как я уже сказал, два грузинских историка опровергают эту теорию. Очень интересно, я надеюсь, что мои братья и сестры грузины посмотрят, послушают и сделают для себя выводы. Еще раз с праздниками и с Новым годом. 10 სექტემბერს გაიმარჯვეს ქართველებმა, მაგრამ ეს კიდევ და კიდევ სადაზვერო ბრძოლა იყო და აქ არის ეს ერთ-ერთი ცნობილი მითი ზღაპარი, რომ ვითომ 10 სექტემბერს ქართველებმა რომ გაიმარჯვეს, აღა მაჰმად-ხანი აპირებდა წასვლას უკან, იმიტომ რომ დამარცხებულად ჩათვალა თავი და აიცოდა ქართველებს კიდე დაჯარები ყავდათ. და თითქოს თბილისიდან გაიპარნენ ვიღაც, აღარ მახსოვს სახელები, ასახელებენ კიდევაც, მივიდნენ და უთხრეს, რომ ქართველებს მეზარბას მეტი არ ყავთ და ქართველებს ჯარები არ ყავთ. არა და ეს როგორ სისულელია. თელეთის ქედიდან თბილისისკენ თუ იმეს გამოუხედავს, იმ ადგილიდან განსაკუთრებით რაღაც აღა მაჰმად-ხანი იდგა, ხელის გულზე ჩანს ფელიქს წანისი. ხელის გულზე ხედავდა ბრძოლის მსვლელობას და ერეკლეს ჯარებს აღა მაჰმად-ხანი. და იმასაც ხედავდა, რომ ზარბაზნები ყავდა, ხო? და იმასაც ხედავდა, რომ მცირე ჯარი ყავდა. ანუ ეს არის სრული აბსურდი. ხა ჯერ ესეთი სადაზვერო ხასიათის შეტაკება იყო უფრო მეტად, ანუ რაღაც ადგილები მოსინჯა შესატევად და თან ახლა წარმოიდგინე კაცი, რომელიც მანამდე რამდენი რაღაცას აკეთებს, აქამდე მოდის, ყველაფერი გათვლილი აქვს და უბრალოდ ის გაიგო, რომ მეზარბაზნები აღარ ყავს და მიდის ახლა ის მოვიდება უკან, თორე ისე მიდიოდა. არა, პირიქით დაყოფილიყოთ. არა, ცოტა ჯარი ყავს ერეკლესო, მაგ დროს უთხრეს. არა და მთელი დღე როგორც ხელის გულზე ისე ხედავდა ერეკლეს რამდენი ჯარი ყავდა, ხო? მაგის გარდა არ არის ლოგიკა, იმიტომ რომ იყო უფრო ბრძოლა დაზვერვით რა. რაც ხდებოდა 10 სექტემბერს და ცხადია ახლა მან 11-ში დაგეგმა მთავარი იერიში ქალაქს. მოკლედ ახლა რა ხდება 11 სექტემბერს? როგორია ქართველების განლაგება და როგორი არის იგი აღა მაჰმად-ხანის შეტევის გეგმა. მოკლედ ერეკლემ